საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 27 იანვარს წმიდისა დედისა ჩვენისა მოციქულთა სწორისა და ქართველთა განმანათლებლისა ქალწულ ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. განთიადის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა ჯავახეთში, სადაც საზეიმო წირვა სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლინა. მღვდელმთავარმა საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და ნინოობის დღესასწაული მიულოცა. გილოცავთ ნინაობას მრავალს დაგასწროთ ღმერთმა ამ უძველესი ქართული კუთხიდან აი ამ უამრავი ბავშვების ლოცვით ჩვენი სამღვდელოების ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ გაგახაროთ გაგაძლიეროთ ჩვენი პატრიარქის ილია მეორის ივერის კათალიკოს პატრიარქის ლოცვით უფალმა დალოცოს აკურთხოს და გაამთრიანოს დედაწმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევით სრულიად საქართველოს. ჯავახეთის წმინდა ნინოს სახელობის ობოლ და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა პანსიონატის ახსაზრდალებმა წირვის დასრულების შემდეგ კონცერტი გამართეს. პატარებმა შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები, წაიკითხეს ლექსები. ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორი, პარლამენტარები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. წმინდა ნინოს სცენების დღეს ულოცავთ სრულიად საქართველოს ამ სახლის ახსაზრდელებს ამ ბავშვებს ძალიან კარგი კონცერტი იყო, ლამაზი დღე იყო და მადლობა ყველა იმ ბავშვს, მასწავლებელს, იმ ვერბონაზვნებს, მეუფეს, ვინც აი ამას ხელმძღვანელობს და აი ესე ოჯახური გარემო არის შექმნილი, ეკლესიის წიაღი არის ეს და კიდევ ერთხელ გილოცავთ. დღეს როგორც მოგვიხსენებათ დღესასწაული ნინოობას დღესასწაული იყო აღნიშნავდნენ მთლიანად საქართველოში ყველგან და დღეს როგორც მოგვიხსენებათ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა სახლში მობრძანებულები იყვნენ ჩვენი დეპუტატები ბატონი ენზელ მეკოიანი და ბატონი სამუელ პეტროსიანი მათი სახელით მინდა მოულოცო მთლიან ყველა საქართველოს ყველა მართლმადიდებელს დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით. ულოცავთ დღევანდელ დღეს ნინოობას შეკრებილი ვიღავით ნინოწმინდაში, ნინოწმინდის უპარლამენტო ბავშვთა თავშესაფარში, სადაც მონაწილეობდით წირვაზე. ესე რომ ძალიან ლამაზად კარგად ჩაიარეს ყველაფერი. დღეს ნამდვილი ზეიმი იყო ნინოწმინდაში. დღესასწაულეთ ნინოობა. ბავშვთა სახლში შესანიშნავი ღონისძიება ჩატარდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ქართველი და სომეხი ხალხების საერთო დღესასწაული. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს ყველა მცხოვრებს მიულოცო ნინოობა და ყოველივე საუკეთესო უსურვო. კიდევ ერთი ნაბიჯია ქართველებისა და სომხების მეგობრობისა და სიყვარულის გასაღრმავებლად. დღეს მთელი გუბერნია, ხელისუფლების წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში შევიკრიბეთ, სადაც დიდი სითბო ვიგრძენით. საგანგებოდ ამ დღისთვის ადგილზე ჩავიდნენ იუსტიციის საბჭოს წარმომადგენლები, რომელთაც მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს. წმინდა ნინოს თქმულის დღესასწაულთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და ბარამბოს ტკბილეულის წარმოებელმა კომპანიამ ერთობლივი აქცია მოვაწყეთ. ჩამოუტანეთ ბავშვებს საჩუქრები, ტკბილეული, სურსათსანოვაგე, ტანსაცმელი. ჩვენ პერმანენტულად ვეწევით ესეთ აქციებს. დღიდან დაარსებისა ბავშვთა სახლის ჩამოვდივართ. პანსიონატი ჯავახეთში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარისის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ფუნქციონირებს და მას სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ პანსიონატში 200-მდე ახსაზრდელი ცხოვრობს და თითოეული ბავშვის ფიზიკური, გონებრივი თუ სულიერი განვითარებისთვის ყველაფერი კეთდება. როგორც მეუფე სპირიდონმა ქადაგების დროს ბრძანა, ბავშვები სკოლის დამთავრების შემდეგ აგრძელებენ სწავლას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში და ეუფლებიან პროფესიას. მოგეხსენებათ, რომ სწორედ ჯავახეთის მთებიდან შემობრძანა ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო ჩვენს ქვეყანაში, რომლის ქადაგებითაც ქრისტიანობა უკვე 326 წელს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, სწორედ ამიტომ ამ ისტორიულ მხარეში განსაკუთრებული სენსიტიურობით აღნიშნება დღევანდელი დღე და სწორედ ამიტომ მე მინდა ისტორიული მხარიდან სრულად საქართველოს მიულოცოთ დღევანდელი დღე ნინოობა. მრავალს დაესწარა. ღონისძიების დასრულების შემდეგ გაიმართა ტრაპეზი, სადაც პანსიონატში მომუშავე პედაგოგებსა და მთელ პერსონალს მოწვეულმა სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს და ამ კეთილ საქმეში წარმატება უსურვეს.